როგორ გავხდეთ წარმატებული პროპ ფირმებზე. მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებ პროპ ფირმებზე, თუ როგორ გავხდეთ წარმატებული მათზე და როგორ უნდა მიუდგეთ მათ სწორედ. ასევე განახებთ აქვე ჩემს ბოლო თვის გაპასუხ ჩელენჯებს და ვერიფიკაციებს. ამ ყველაფერს ასევე ხედავთ ჩემს Instagram-ზე, ვისაც გამოწერილი ვიყავალ და TikTok-ზე. ამიტომ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავხდეთ წარმატებული ტრეიდერები პროპ ფირმებზე. ამ ვიდეოში ვისაუბრებ ყველაფერზე, რაც უნდა იცოდე იმისთვის, რომ შენი იგივე სტრატეგია გამოიყენო, რასაც მე ვიყენებ, მაგრამ სანამ გადავალთ გამოთვლებზე, ციფრებზე და ასე შემდეგ, მინდა 1-2 სიტყვით ვისაუბრო პროპ ფირმებზე. ხედავ, რომ ძალიან ბევრი ცდილობს, რომ ჰქონდეს ესე ვთქვათ და იპოვოს, რაც შეიძლება ყველაზე იაფიანი პროპ ფირმა. მე პირადად ვიყენებ FTMO-ს, ამ ვიდეოშიც FTMO-ზე ვისაუბრებ თუ როგორ შეგიძლია FTMO-ზე გახდე წარმატებული ტრეიდერი, მაგრამ გირჩევთ, რომ სანამ ტრეიდინგს დაიწყებ, პროპ ფირმებზე უნდა იცოდე რა არის ტრეიდინგი, როგორ მუშაობს ის და ასე შემდეგ. ასევე აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს ტაქტიკა და ეს სტრატეგია, რასაც მე აქ გეტყვით, არ არის რა თქმა უნდა დამწყებებისთვის და ვინც არის ეს ტრეიდინგი, თუ შენ არ ჯერ ტრეიდინგი არ უნდა იყო იმ ლოგიკით და იმ სტრატეგიით, რასაც მე აქ ვისაუბრებ, პირველ რიგში უნდა გაერკვე რა არის ტრეიდინგი, რა გჭირდება იმის რომ გახდე წარმატებული ტრეიდერი, რა არის საერთოდ წარმატებული ტრეიდერი, რა არის იყო წარმატებული ტრეიდერი და ასე შემდეგ. ანუ სულ სხვანაირად უნდა დაიწყო, მაგრამ ვინც უკვე არის გამოცდილი იცის რა არის ტრეიდინგი და ასე ეს ვიდეო ზუსტად მათთვის არის, იმიტომ რომ ხშირად ხედავ რომ ისინი ვერადავერ გადადიან ჩელენჯებს, ვერადავერ გადადიან ვერიფიკაციებს და ვერადავერ აკეთებენ ვერანაირ პეიაუტებს. მოკლედ პირველ რიგში რა თქმა უნდა გჭირდება სწორი პროპ ფირმა. ყოველთვის ხედავ რომ ან ვიღაცის რეფერალებით შედიან რაღაც ისურელე პროპ ფირმაში, ან საერთოდ ყველაზე იაფიანს ირჩევენ. არ მინდა აქ რამოდენიმე დავასახელო, იმიტომ რომ ეს თქვენი საქმე არის, რომ თქვენ თვითონ გაარჩიოთ რა არის კარგი, რა არის არასწორი, მაგრამ მე პირადად გირჩევით, როცა შენ ეხები ამ საქმეს, შენ გინდა იყო სანდო პროპ ფირმასთან კონტრაქტში, გინდა რომ სანდო პროპ ფირმაზე ივაჭრო, იმისთვის რომ როცა შენ მიხვალ იმ დონეზე რომ პეიაუტი გამოიტანო, მათ ესე ვთქვათ არ გაგიუქმონ პეიაუტი, ან რამე პრობლემები არ შეგიქმნან და ასე შემდეგ. ხშირად ხედავ რომ ვიღაც $20 ატყიდულობს აკაუნტს, ან $50 ატყიდულობს აკაუნტს, ან რა ვიცი კიდე ძალიან ეგზოტიკური ციფრები არის ხოლმე 800,000-იანს ყიდულობენ $100-თან, $200-თან, ასე შემდეგ. არა მეგობრებო. ყოველთვის უნდა შეხედოთ რა თქმა უნდა რევიუებს, ამ შემთხვევაში თუ გადავალთ FTMO-ს რევიუებზე 50,000-მდე რევიუ აქვს და ეს ყველაფერი დროს პილოტზე. ასევე არის სხვადასხვა პროპ ფირმები მეგობრებო, მე რომელსაც ვანიჭებ ყველანაირ ასე ვთქვათ, რაზეც მე გავაკეთე research-ი, ეს არის FTMO ჩემთვის პირველ ადგილზე, შემდეგ არის Fundnext და Fundpips, მაგრამ ამ ორზე ჯერ არ მაქვს ნავაჭრი, ამიტომ როცა ვივაჭრებ, შემდეგ გავაკეთებ ამაზე ვიდეოებს, მაგრამ FTMO-ზე უკვე მაქვს გამოცდილება და იდეალური პლატფორმა არის, იდეალური პროპ ფირმა არის, ამიტომ მე თვითონაც გირჩევდით თქვენ კი რა თქმა უნდა არ არის ყველაზე იაფიანი, მაგრამ რა თქმა უნდა როცა პეიაუტს აკეთებ, არანაირი პრობლემას არ გიქმნა და მთავარი არის ის მეგობრებო, რომ არ არის იქ ბევრი, ასე ვთქვათ, რულსი, ბევრი წესები, რათა შენ, ესე ვთქვათ, დაკარგო აკაუნტი, დაკარგო თანხა, ან ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ისეთი წესები აქვთ ხოლმე, რომ შენი ერთი მოგება შეიძლება აღემატებოდეს დანარჩენ მოგებებს, ნუ რაღაც ეს ცისულელე წესები აქვთ ხოლმე, როცა, შენ ტრეიდერი რო ხარ, მოგებებში და წაგებებში არ გინდა რომ იყოს შეზღუდული. რა თქმა უნდა, იქ არის daily limit-ი, რომ დღეს შეგიძლია დაკარგო მაქსიმუმ 5% და საერთოდ 10%, მაგრამ იმაში იყო შეზღუდული, რომ ბაზრები რო დაიკეტება, შენც უნდა დახურო ტრეიდი და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს არის ყველანაირად მიუღებელი, იმიტომ რომ შენ ხარ ტრეიდერი, არის ხდება ხანახან ის, რომ ტრეიდში რო შეხვალ 5 წუთში უკვე ან გაისტოპები, ან 3-ვე take profits აფიქსირებ, ან 5-ვე take profits აფიქსირებ, ან ხდება ისე, რომ შეიძლება ტრეიდში ზიხარ 3-4 დღე, ხო შეიძლება საერთოდ არ გქონდეს განსაზღვრული, რომ ეს იქნებოდა swing trade-ი, მაგრამ მოხდა და არის swing trade-ი, ან თქვათ რომ დააფიქსირე 1-2 მოგება და შენ რამოდენიმე პროცენტის დატოვება გინდა, ხო 20% შენი აკაუნტი, შენი ტრეიდის დატოვება გინდა, ხო, ბევრ პლატფორმებზე ეს არ შეგიძლია, შემდეგ აკაუნტებს გიუქმებენ, ან შემდგაშკნა, მოკლედ ეს არის ერთ-ერთი დიდი მაფია და ამ ყველაფერს უნდა რა თქმა უნდა
ამ ყველაფერს უნდა დაფიქრდეთ, სანამ დაიწყებთ FTMO რომ რაიმე პროფირმა აკაუნტზე ვაჭრობას და ჩემთვის ამ ყველაფერზე პასუხისმცემს რა თქმა უნდა FTMO და ყველანაირად ვარ ჩემ სტრატეგიას, ჩემ ვაჭრობის სტრატეგიას ყველანაირად ერგება FTMO, ასევე ვინც არის ის ჯერ რა არის პროფირმა არის ისეთი კომპანია, სადაც შენ იხდი გარკვეულ თანხას, გაძლევენ ისინი გარკვეულ თანხის აკაუნტს, მაგალითად FTMO შემთხვევაში 89 евро შეგიძლია იყიდო $10,000-იანი აკაუნტი. თუ გაიბლი challenge და ვერიფიკაციას, ანუ ჯერ თუ გააკეთებ 10%-ს და შემდეგ თუ გააკეთებ 5%-ს და დაამტკიცებ, რომ იცი ვაჭრობა, ისინი გაძლევენ ბრჭყალებში $10,000-იან live აკაუნტს, სადაც შეგიძლია დაკარგო მაქსიმუმ 10%, ანუ $1,000 და გაკეთებული მოგების, ანუ თუ მაგ $10,000-იან აკაუნტს გააკეთე მოგება, მაგ შემთხვევაში შენ მოგების 80%-ს გაძლევა. ნუ თქვათ რომ გააკეთე 5%, ანუ $10,000-ს 5% არის $500, ამ $500-ს აკლებენ 20%-ს და $400 გიხდიან ესე ვთქვათ, შენ დააკეთებ payouts. როცა გააკეთებ payouts, $10,000-იანი აკაუნტი ისევ გექნება და ისევ ახლი დაიწყებ ვაჭრობას. ასევე ის გადახდილი თანხა, რაც გადახდილი გქონდა, რა თქმა უნდა, იმასაც გიბრუნებენ უკან, ანუ ამ $99-საც გიბრუნებენ უკან, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური, ხო? მოდი ახლა გეტყვით თუ რა არის ჩემი სტრატეგია. ასევე რაც მინდა მეთქვა და კარგია რომ არ დამოვწყდა არის ის რომ არანაირ live აკაუნტი არ გეძლება შენ. ანუ ფურცელზე demo აკაუნტი არის, აწერია რომ ვითომ live აკაუნტი არის, მაგრამ live აკაუნტი არ არის. ეს არის მათი ბიზნეს მოდელი, არავინ არ გენდობა შენ $1,000-ით, რომ ანუ სისულელი არის რომ შენ $9 გადაიხადო და ვიღაცა გენდობა $1,000-ით. ხო, ანუ უდიდესი სისულელი არის. ეს არის უბრალოდ მათი ბიზნეს მოდელი და მათ იციან რომ ტრეიდერები, ანუ შეიძლება ტრეიდერების 10%-მა, 15%-მა გააკეთოს payout-ი, მაგრამ იმ ტრეიდერების, მთლიანი ტრეიდერების სადღაც 5% შეიძლება 4-3% შეიძლება იყოს მაქსიმალურად მომგებიანი ტრეიდერი long term-ზე, ამიტომ ისინი აკეთებენ უდიდეს თანხას. მათი ბიზნეს მოდელი არის challenge-ები, ანუ შენ თუ ყიდულობ challenge, ისინი აკეთებენ რა თქმა უნდა ფულს. და ეს live აკაუნტებიც არის უბრალოდ demo, ანუ არავინ არ მოგატყოთ რომ ეს არის უბრალოდ live აკაუნტი და მართლა $10,000-ს გაძლევენ, მაგრამ თუ შენ გააკეთებ ფული, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად გაძლევენ თანხას და ეს თანხა მოდის რა თქმა უნდა სხვა ტრეიდერებიდან, რომლებიც ყიდულობენ challenge-ებს, ვერ გადადიან და კარგავენ რა თქმა უნდა თანხას, ხო? ეხლა გადავიდეთ ჩემ სტრატეგიაზე, მეგობრებო. როცა შენ, ეს რა მაგარი რაღაცაა. როცა შენ ვაჭრობ პროფირმაზე და გინდა ესე ვთქვათ, გადახვიდე პროფირმებს სწრაფად და ეფიციენტურად, არ არის მიღებული ჩემი აზრით, რომ მივაჭრო ერთ აკაუნტზე და ერთ აკაუნტზე იყო ჩაწეხლული და იმას ეცადო რომ იმ ერთს გადახვიდე. ასევე მინდა აქვე ვთქვა მეგობრებო, რა თქმა უნდა, როცა ეწყებ ტრეიდინგს, ანუ ბევრი ვიცი რომ წუწუნებს ეს არის ბევრი, ეს არის ბევრი ღირს, ბევრი ეს ის რომ 5 თეთრად ისწავლი ტრეიდინგს და 10 თეთრი ჩარიცხე და $10 ჩარიცხე ან იმას ზავან უფასოდ გასწავლი ტრეიდინგს არის უდიდესი სისულელი. დამისახელე ბიზნესი, სადაც შენ არ გჭირდება ფული. ყოველთვის დავიმახსოვროთ, რომ ფული აკეთებს ფულს. თუ შენ ამ ვიდეოს უყურებ, იმიტომ რომ არც მუშაობ, არც შემოსავალი გაქვს, არაფერი არ გაქვს და გინდა რაღაც რახან კომპიუტერები გესმის, ესეც უდიდესი სულელი, რომ რახან შენ კომპიუტერი გესმის ტრეიდინგს ისწავლე. უდიდესი სულელი. ჩემი აზრით, ტრეიდინგი შეუძლია ისწავლოს ყველამ, მაგრამ არ არის ყველასთვის. აქ რისი თქვა მინდა არის ის, რომ შენ აუცილებლად დაგჭირდება ფული, ის რომ ფულის გარშე ვისწავლე ტრეიდინგს და ფულს გავაკეთებ და შენ არის უდიდესი სისულელი. ასევე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ როცა მეუნებიან, რომ 2 წელში ან 1 წელში მინდა გავხდე მომგებიანი ტრეიდერი და სამსხვრიდან წამოვიდე. არ გააკეთო, უდიდესი სისულელი არის, იმიტომ რომ შენ თუ ხარ მომგებიანი ტრეიდერი და აკეთებ თანხას, ხო, ვთქვათ, გაქვს $10,000-იანი აკაუნტი, ხო, და ყველაზე მაგარ შემთხვევაში ვთქვათ, რომ შენი თვიური ხარჯი, $1,000 არის და ვთქვათ, რომ ყველაზე მაგარ შემთხვევაში, ვთქვათ, $20,000-იანი სავაჭრო აკაუნტი გაქვს და ვთქვათ, რომ ამ $20,000-ზე აკეთებ 5%, ხო, $1,000, ანუ შენ მთლიან ხარჯს ფარავ, ანუ თვიური ხარჯს ფარავ, ხო? მაგრამ ნახე ახლა რა ხდება, თუ შენ გააკეთე 10%, ანუ $1,000 და ეს $1,000 ეგრევე გავიდა, ხო? შენი აკაუნტი ისევ რჩება $20,000-ზე და ანუ ვერ ვითარდები, უფრო და უფრო დიდი აკაუნტებს, ანუ შენ აკაუნტს ვერ ზრდი და ის რომ ყოველთვის გააკეთო 5%, ეგეც უდიდესი სულელი არის. შეიძლება რამოდენიმე კვირა თუნდაც რამოდენიმე თვე იყო losing streak-ში და შეიძლება მე რამოდენიმე თვე იყო აი ძალიან მაგარ მოგებაში, ხო? ამიტომ მიუდგებით ესე, მაგრამ თუ მიუდგებით, რა თქმა უნდა, ცხვირს წაიტეხავთ და მე ისწავლეთ, იმიტომ რომ
ეგრე ხდება ხოლმე, ვინც არ ისმენს, სანამ თვითონ არ გამოცდის, მანამდე ვერ გაიგებს. ამიტომ ნუ მეც ეგეთი ადამიანი ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, ყოველთვის მინდა რომ მე თვითონ ჩემ ტყავზე გამოვცადო და მერე გავეკებ ხოლმე, მაგრამ ნუ თქვენზე არის დამოკიდებული რა და როგორ. მოკლედ, რა თქმა უნდა, დაგჭირდება თანხა. თანხასაც გეტყვით თუ რამდენი დაგჭირდება და ესე ვთქვათ, ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ, ერთი აკაუნტით ვაჭრობა არის უდიდესი სისულელი, იმიტომ რომ როცა შენ ხარ მინუსში, ვთქვათ $10,000 აკაუნტი გაქვს, ხო და გინდა რომ 10% გააკეთო, როცა 2-3%-იან წაგებაში ხარ, შენი მენტალობა, შენი ფიქრები სხვანაირად არის, რომ ანუ უფრო მეც რისკავან, რაღაც სისულელი შეცდომებს უშვებ, ან უფრო სწრაფად გინდა შემდეგ. მაგრამ როცა გაქვს შენ მეტი აკაუნტი, ანუ რამოდენიმე აკაუნტი, მაგ შემთხვევაში losing streak-შიც ჩავარდნა არის მინიმალური, რატომ ამ ყველაფერს აგეხსნით. მოდი ახლა უბრალოდ პირდაპირ გადავალ. კარგი, მოდი ახლა დავიწყოთ მეგობრებო, იმედია ყველაფერს ხედავთ და რას გულისხმობ მე იმაში, რომ შენ ვერასდროს ვერ იქნები, ან შანსი არის ძალიან პატარა იმის, რომ შენ მოხვდე losing streak-ში, როცა შენ გაქვს რამოდენიმე აკაუნტი. ვთქვათ, რომ შენ გაქვს 1, გაცრავად, ვთქვათ, რომ შენ გაქვს 1, 2, 3, 4, 5 აკაუნტი, ხო? ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია თქვა ის, რომ აი მე ავიღებ დღეში მაქსიმუმ დავკარგავ 1%, ანუ შეგიძლია ამ სტრატეგიას შეგიძლია სხვანაირად მივუდგე, ანუ ვთქვათ, რომ შენ გაქვს 1, 2, 3, 4, 5, $10,000 აკაუნტი, ანუ სუმთლიანობაში გაქვს $40,000 challenge აკაუნტი. ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია თქვა, რომ შენ შეგიძლია გარისკო 1%, ანუ ამ $40,000 1% არის $500. შეგიძლია თქვა, რომ შენ ყველა აკაუნტზე აიღებ 1%-იან ტრეიდს, იმ შემთხვევაში თუ გაისტოპო ყველგან იქნება 1%-იან წაგებაში ან პირიქით. მე პირიქით არ გირჩევთ ამას, მე გირჩევთ იმას, რომ სხვანაირად მივუდგეთ და რატო ვაკეთებ მე ამას. ნუ პირველ რიგში შეგიძლიათ თქვენ თვითონ ესე ვთქვათ, ესეც წესი დაისახოთ, რომ დღეში აიღებ მაქსიმუმ 1 ტრეიდს ან 2 ტრეიდს. და არას ვაკეთებ ხოლმე. მე მაგალითად ამ $500 ეს $500 არის რა თქმა უნდა $5,000 1% და ამ 1%-ს ყოფ ხოლმე 2-ად და გამოდის $250 და $250. ამ შემთხვევაში დავყოფ ამას და ვამბობ, შემიძლია დღეს ავიღო 2 ტრეიდი და იმიტომ რომ ესე ვთქვათ, მე რომ ვამბობ 2 ტრეიდი შემიძლია ავიღო დღეს ანიშნავს, იმიტომ რომ შენ აუცილებლად უნდა აიღო 2 ტრეიდი. თუ არ არის არანაირი ტრეიდი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად არიღებ ტრეიდს. და ნახეთ ახლა რა ხდება, ნუ ვთქვათ, რომ არის ძალიან კარგი სავაჭრო დღე და აიღებ 2 ტრეიდს. ხო, ამ შემთხვევაში 1 ტრეიდს აიღებ აქ $250-ს, რაც არის ამ აკაუნტის 2.5% და აქაც აიღებ $250. ტრეიდს, სადაც არის აქაც 2.5%-იანი ესე ვთქვათ, რისკი. ამ შემთხვევაში კიდევ მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ არავითარ შემთხვევაში ორივე აკაუნტზე ერთი და იგივე ტრეიდს არიღებ. ანუ ვთქვათ, რომ Bitcoin-ზე აიღებ shorts ან Bitcoin-ზე აიღებ longs ან პირიქით, არავითარ შემთხვევაში ორივე აკაუნტზე Bitcoin longs არიღებ. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ტრეიდი უნდა იყოს სხვადასხვა ასეთზე და ასე შემდეგ. ანუ ერთ და იგივე ტრეიდს არიღებ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არანაირი აზრი არ იქნება ამ ყველაფერს. ვთქვათ, რომ შენ გაქვს ორივე წაგება, ანუ ამ შემთხვევაში ვანებებთ თავს ვაჭრობას, ველოდებით შემდეგ დღეს და ვთქვათ, რომ შემდეგ დღესაც იგივე სტრატეგიით ვდგები, ანუ ყოველთვის იგივე სტრატეგიით უნდა მივუდგე, მაგრამ ვთქვათ, რომ მეორე დღესაც ესე ვთქვათ, აიღე 2 ტრეიდი, 2.5%-იანები და ვთქვათ, რომ აქაც დაკარგი, ხომ? ანუ აქაც მინუსში ხარ, 4 აკაუნტში ხარ მინუსში და შემდეგ ისე ვთქვათ, რომ აქაც ისევ დაკარგე $250 და აქაც ესე ვთქვათ, ხარ ისევ მინუსში. ამ შემთხვევაში ნახეთ რა ხდება მეგობრებო. შენ ხარ losing streak-ში, ანუ ვთქვათ, რომ შენ გაქვს უკვე 5 წაგება ზედიზედ, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ აკაუნტზე არ გექნება, ესე ვთქვათ, losing streak-ი. ანუ მხოლოდ ერთი აკაუნტი არ ზიანდება და ესე ვთქვათ, არ ხარ იმ პანიკაში, რომ უი მე წაგებაში ვარ, ანუ 5 ტრეიდი ზედიზედ რო წააგო, ესეც ხშირად არ ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა. შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ უკვე იცი რა არის ტრეიდინგი, ნუ მესმის რომ 3-4 losing streak კონდეს, ნუ 5 შეიძლება, 7 შეიძლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე და ასევე შეიძლება შენ რა თქმა უნდა გქონდეს winning streak-იც, ხო? იმიტომ არის ეს სტრატეგია, რომ არასდროს ერთი და იგივე ტრეიდი არ აიღო ორ სხვადასხვა აკაუნტზე და მე ესე ვშვებ, ეს ვთქვათ, $500 ვწყობ და ამ შემთხვევაში ვიღებ ხოლმე პირდაპირ, ესე ვთქვათ, 2.5%-იან რისკს ერთ ტრეიდზე. იმ შემთხვევაში თუ ეხლა მაგალითად უფრო ლოგიკურ სცენარს მივმართავთ, მე ეს რა თქმა უნდა, ყველა ცუდი სცენარი განვიხილეთ, მაგრამ ახლა ყველაზე ლოგიკურ და საშუალო სცენარს თუ
მივმართავთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს 5 აკაუნტი 1 2 3 4 5 ვთქვათ, რომ აქ -2.5% გვაქვს, აქაც -2.5%, ანუ 2 ზედიზედ წაგება გვაქვს, შემდეგ გვაქვს 1 მოგება, რომელიც არის მაგალითად, ვიღოთ 1.3-ზე თუ გვაქვს risk reward-ი ან 1.4-ზე, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება 1 ტრეიდში გადახვიდე ამ აკაუნტს, ანუ 1 ტრეიდში გაპასო, და შეიძლება იყო 5-6%-იან მოგებაში. ნუ ვთქვათ, რომ საშუალოდ ხარ აქ 6%-იან მოგებაში, აქაც ხარ -2.5%-იან წაგებაში და აქაც ხარ მაგალითად +5%-იან მოგებაში, ხომ? ამით ესე ვთქვათ, შენ გამოგდის საშუალო მოგება და საშუალო წაგება და შემდეგ უკვე ისევ გააგრძელებ ჩვეულებრივად, აქაც აიღებ შეიძლება აქ იყოს ახლა პლუს-მინუს ისევ 2.6%-იანი მოგება 6%-იანი მოგება, აქ შეიძლება ისევ წაგებაში იყო და სულ მთლიანობაში შეიძლება იყო -5%-ში. აქ უკვე დაგჭირდება 4%, ანუ უფრო პატარა risk reward-ი დაგჭირდება, ამ შემთხვევაში შეგიძლია თქვა, რომ აი 250-ს აღარ გავრისკავ და 150-ს გავრისკავ. 150-ს თუ გარისკავ, ამ შემთხვევაში 1.3-ზე ან უფრო ნაკლები risk reward-ი გინდა, დაგემატება 4%-ზე მეტი და ეს აკაუნტი უკვე ხარ გაპასული. ამ შემთხვევაში აქაც შეიძლება პლუსი გქონდეს ან მინუსი გქონდეს, ანუ არის სხვადასხვანაირი და ესე ვთქვათ, ჯამში იქნები ესე ვთქვათ პოზიტიურ მოგებაში გასული, ან რა თქმა უნდა წაგებაში ყველაფერი არის შესაძლებელი, მაგრამ თუ იცი რა საკეთებ ამ შემთხვევაში, წაგებაში რომ იყო არანაირად არ შეგეშინდება. ეხლა რას ვაკეთებ მე და რას გულისხმობ იმაში, რომ ესე ვთქვათ 2670 ევროდან გავაკეთოთ, გადავიდეთ მაგალითად 70,000-ზე, ან თუნდაც 100,000 დოლარიან, ესე ვთქვათ, live აკაუნტზე, ასე მინდა რაღაცა გითხრათ მეგობრებო, მაგრამ რო გადავარ FTMO-ზე, ამას მაშინ განახერხებთ, არის პატარა live hack-ი, ნუ პატარა არ არის, ძალიან დიდი live hack-ი არის, თუ როგორ უნდა ერჩო FTMO რა ვალუტით უნდა ივაჭრო, მაგრამ ნუ მოდი ავიღოთ მაგალითად, რომ 2670 დოლარი და საიდან მოდის ეს 2670 დოლარი, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვყიდულობთ 10,000 დოლარიან აკაუნტს, რომელიც ღირს 99 დოლარი. 30 კიდევ ერთხელ გადავანგაჟოთ, 30 რო გავაროთ 99 ევროზე, გამოდის 2670 ევრო. ეხლა ნახეთ რა ხდება. შეგიძლია 30 აკაუნტის ყიდვა და მოდი ეხლა ავირჩიოთ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ანუ ყველაზე ცუდი სცენარი და ვთქვათ, რომ ამ 30 აკაუნტიდან გადახვედი მხოლოდ 20%-ს. ანუ 30 გავყოთ 100-ზე და გავამრავლოთ 20-ზე, გამოდის რომ ჩვენ გადავედით 6 აკაუნტს და გვაქვს 6 live აკაუნტი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, საშუალო მაჩვენებელი შეიძლება იყოს 9, შეიძლება იყოს 10, ანუ 3 აკაუნტზე, ხშირად ესე ვანგარიშებ ხოლმე, რომ 3 აკაუნტზე უნდა გადავიდეთ 1 live-ზე და ამ შემთხვევაში გექნება 9 live აკაუნტი, ანუ 90,000 დოლარიანი live აკაუნტი, მაგრამ ნუ ვთქვათ, რომ ყველაზე შემთხვევაში 20%-იანი win rate-ი გაქვს და ესე ვთქვათ, ამ 30 აკაუნტიდან გადახვედი მხოლოდ 6 აკაუნტს და გაქვს 6,000 დოლარიანი live აკაუნტი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს 60,000 დოლარიანი live აკაუნტი და ამ შემთხვევაში რა ვშვებთ? ასევე მინდა რაღაცა გითხრათ მეგობრებო, რაც დამავიწყდა თავიდანვე რომ მეთქვა, არავითარ შემთხვევაში არეულად არ ივაჭროთ, ანუ ჯერ მხოლოდ 30 challenge აკაუნტები ივაჭრეთ, ამ challenge აკაუნტებიდან გადახვა ვერიფიკაციის აკაუნტებზე, ის ვერიფიკაციის აკაუნტები უბრალოდ გაყინეთ, ერთი თვე გაქვს წესით დრო რომ აქტივაცია გაუკეთო, ივაჭრე 1 დოლარით, უბრალოდ ერთი ტრეიდი აიღე რათა გააქტიურდნენ, მაგრამ ვერიფიკაციის აკაუნტებზე არ ივაჭრო. შეინახე ეს ვერიფიკაციის აკაუნტები და შემდეგ 30-ვე challenge რო გაივლი, რამესაც გადახვალ და რამესაც ვერ გადახვალ, ნუ რამდენი ვერიფიკაციაც გექნება, მე ერთჯერადად ივაჭრე ვერიფიკაციებზე. ანუ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ვთქვათ, რომ გაქვს უკვე 60,000 დოლარიანი live აკაუნტი, ანუ 6-ჯერ 10,000 დოლარიანი, ამ შემთხვევაში რა ვშვები, ამ შემთხვევაში ვაჭრობ ან 20 დოლარით, ან 10 დოლარით, ან 15 დოლარით, არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენ ამ 6 აკაუნტიდან მინიმუმ 5 აკაუნტიდან დაიბრუნო შენი თანხა. ნუ გამოვიანგარიშოთ 5-ჯერ 99 დოლარი, ეს არის 445 დოლარი, რომელიც უკვე შენ გიბრუნდება. ანუ ის 99 დოლარები, რომელიც გაქვს გადახდილი, როცა შენ გააკეთებ payouts, გიბრუნდება ეს 445 დოლარი, ხო? ნუ ამ შემთხვევაში 5 payouts რო გააკეთებ, აქაც გექნება პლუს-მინუს საშუალოდ ავიღოთ 100 დოლარი. 100 დოლარი, იმიტომ რომ
მინიმუმ $20 არის საჭირო თუ არ ვწდები იმის რომ გააკეთო payout-ი, ამიტომ $100-იც ზედ დაგემატება და გექნება უკვე $545 ევრო გამოტანილი და ამ 2670 რომ გამოვაკლოთ 545 უბრალოდ გადავიანგარიშებ 2670 გამოვაკლოთ 545 გამოდის ნახეთ დავწყოთ 2670 გამოვაკლოთ 545 გამოდის $2125 ანუ ჩვენი ინვესტიციიდან დავიბრუნოთ $545 და ჩვენ გვრჩება $2125 რომელიც ვართ მინუსში ხომ მაგრამ ჩვენ გვაქვს ისევ ეს $50,000 live აკაუნტი და ვთქვათ რომ ეს ერთი აკაუნტი ვართ მინუსში ანუ 1-2 ტრეიდი არ გამოდeda და ვთქვათ რომ ვართ მინუსში ხომ და ანუ ვთქვათ გვაქვს სადღაც 2-3%-იანი წაგება, მაგრამ მოდი ეს $10,000-იანიც რომ არ ჩავთვალოთ, ვთქვათ რომ ეს ერთი $10,000-იანი დავკარგეთ და გვაქვს ხოლმე $5,000-იანი, 5 $10,000-იანი აკაუნტი ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში მეგობრებო, მხოლოდ გვინდა 5% იმისთვის რომ გავიდეთ მოგებაში $50,000 რომ გავყოთ ასე გავრავთ 5-ზე გამოდის $2,500. ამას რა თქმა უნდა აკლდება 20%, იმიტომ რომ 20%-ს ვუმატებთ, ესე ვთქვათ, 20%-ს ვაკლებთ, იმიტომ რომ ვუხდით, ესე ვთქვათ, ფირმას და გამოდის რომ ჩვენ ვაკეთებთ 5%-ით $2,000 და ასევე გვრჩება კიდე რამოდენიმე ესე ვთქვათ, live აკაუნტები, რაც დანარჩენი payout-ები იქნება უბრალოდ მოგება. ამას ეს რო გამოვაკლოთ და დარჩება რომ მხოლოდ $125-ში გავიქნებით წაგებაში, მაგრამ თუ რა თქმა უნდა 5%-ზე მეც გავაკეთებთ, უკვე მოგებაში გავალთ. ასევე მე ნაგითხრათ რომ აქედან რომ გავაკეთებთ ამ payout-ს, რა თქმა უნდა გვრჩება ჩვენ რამოდენიმე აკაუნტი live-ი, ნუ ამ შემთხვევაში ეხლა მეგობრებო საუბრობ ყველა ეს შემთხვევებში. ამ შემთხვევაში $20,000 რო დაგვრჩეს და ვთქვათ რომ აი დანარჩენი უბრალოდ დავკარგეთ ამ $20,000-ზე უკვე დარჩენილი მოგებები, რასაც გავაკეთებ, დარჩენილი payout-ები იქნება უბრალოდ ჩვეულებრივად მოგება. ამ შემთხვევაში ნახეთ, ანუ ჩვენი თანხა, ჩვენი $2,670 უკვე გამოვიტანეთ, რაღაც გამოცდილებაც მივიღეთ, რაღაცები გავიაზრეთ, რა ვქენით კარგად, რა ვქენით ცუდად, აშემ, ასევე დაგვრჩა ყველა სულ შემთხვევაში კიდე $20,000-იანი live აკაუნტი, რომელთაც ვაჭრობთ კიდევ და ვაკეთებთ payout-ებს და ამ გაკეთებული payout-ებით რა თქმა უნდა ვაკეთებთ კიდე რეინვესტიციას და შეგვიძლია ეს იგივე პროცესი გავიმეოროთ, რის შემთხვევაშიც მაგალითად 6 live აკაუნტის შემდეგ გვექნება 8 ან თუნდაც 9 live აკაუნტი, აი მაგალითად აქ 9 live აკაუნტი რო გაქვს და 7 payouts რომ აკეთებ, სადაც აქ 5 payout-ი გავაკეთეთ, ნუ ამ შემთხვევაში უკვე $545-ზე უფრო მეტი დაგიბრუნდება. ასევე დაგრჩება $50,000 მაგალითად $70,000-იანი live აკაუნტი, $70,000-ზე რო გააკეთო უკვე ეს 5% გამოდის $3,500, $3,500-ს რომ გამოვაკლოთ 20%, ნუ გამოდის რომ $2,800 გეძლევა, სადაც აქ უკვე პირდაპირ მოგებაში ხარ და ნუ დანარჩენი რაც დაგრჩება არის დანარჩენი მოგება და მოგება. ამიტომ ამაზე მაგარი სტრატეგია მე ჯერ არ გამომიცდია, არ მინახია თქვენ თუ გაქვთ ძალიან მაინტერესებს მეგობრებო და გამიზიარეთ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იდეალურად მუშაობს. Facebook-ზე და TikTok-ზე ძალიან ხშირად მიდევს ხოლმე ჩემი გაპასული აკაუნტები, ამიტომ ამ სტრატეგიაზე შემიძლია გითხრათ, რომ მუშაობს იდეალურად, ძალიან კარგად მუშაობს, ასევე ფსიქოლოგიურად რო შევეხოთ, მეგობრებო, ფსიქოლოგიურად არის იდეალური, იმიტომ რომ როცა შენ მაგალითად ერთ აკაუნტზე, მოდი ახლა გადმოვალ. აქეთ ისევ რატო ამბობ რომ ფსიქოლოგიურად არის ეს იდეალური? იმიტომ რომ როცა შენ მაგალითად ერთ აკაუნტზე კარგავ თანხას და ესე ვთქვათ ხარ მინუსში, იცი რომ სხვა აკაუნტებზე ხარ პლუსში და არ გაქვს ის მაინცით რომ აი ეხლავე უნდა გავაკეთო, აი წაგებული მაქვს ფული და უნდა გავაკეთო, არა, 7-ად ხარ, 9-ად ხარ, იმიტომ რომ იცი რომ გაქვს სხვა აკაუნტებიც, გინდაც break-even-ში, ან გინდაც მოგებაში და ფსიქოლოგიურად არის ეს იდეალური. ასევე გეტყვით რომ
30 აკაუნტის თანხა თუ გაქვთ 30 ერთ ჯერზე არ უნდა იყიდოთ, ყოველთვის უნდა იყიდოთ 3, 4, მაქსიმუმ 5, მე გირჩევთ რომ 4-ს. იმ შემთხვევაში თუ ერთ აკაუნტს დაკარგავთ ან გადახვალთ ვერიფიკაციაში, შემდეგ დაამატოთ კიდევ ერთი იმისთვის რომ მქონდეს 4 აკაუნტი ან მაქსიმუმ 5 აკაუნტი სავაჭროთ. და ასე ვერ დაგავიწყოთ რომ ყოველ ჯერზე უნდა ივაჭროთ სხვადასხვა აკაუნტს, ანუ ერთ და იგივე აკაუნტზე, ერთ და იგივე დღეს, ერთ და იგივე ტრეიდები არ უნდა დადოთ ხოლმე. ახლა გადავიდეთ მეგობრებო პროფირმაზე და გასწავლეთ ახლა პატარა life hacks. რომელი არის ეს? მოიცადეთ. გავხსნა აქ. კი ბატონო. გადავიდეთ. ანუ ახლა ვარ ჩვენ FTMO აკაუნტზე. და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. ამ შემთხვევაში ხედავთ რომ აი ეს $10,000 აკაუნტი ღირს $99, მაგრამ შენ შეგიძლია იგივე თანხაში, ანუ ევროში, 10,000 ევროიანი აკაუნტი აიღო 99 ევროდაც, ანუ ვიცით რომ евро არის დოლარზე უფრო მაღლა და ამ შემთხვევაში ნახეთ GBP-ც თუ ავიღეთ, ამ შემთხვევაში თანხა არის ერთი და იგივე, ანუ ჩვენ ვიხდით ისევ 99 ევროს ერთ აკაუნტში, მაგრამ თუ ახლა მაგალითად 10,000 GBP გადავიყვანეთ დოლარზე, აი მაგალითად 10,000 გადავიყვანეთ დოლარზე, გამოდის რომ $13,507 გამოგდის, რაც გვეძლევა ჩვენ სავაჭროთ, ანუ შენ თუ გააკეთებ ამაზე მოგებას ასევე ამ წინა გამოანგარიშებაში არ გამოვიანგარიშე მეგობრებო, მაგრამ ანუ მაგალითად რო ვთქვით რომ 2,000 რაღაცა $, payout-ს აკეთებ, იმ $2,000, ეს $2,000 არის მაგალითად, ნუ ავიღოთ რომ $2,000-იან payout-ს აკეთებ ბრიტანულ პონდში, მაგ შემთხვევაში გამოდის რომ ევროში რო გადავიტანოთ ევროში რო გადავიტანოთ გამოდის 2,308 евро. ანუ წარმოიდგინეთ რომ ის ამაშიც მოგებაში რჩებით. ამიტომ ეს არის ის life hack-ი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. აი მაგალითად რომ ავიღოთ ახლა, ვხედავთ რომ მხოლოდ 10,000 რჩება ერთი და იგივე თანხაც და ყველაფერი, მაგრამ თუ გადავალთ უფრო დიდ აკაუნტებზე, მაგალითად აქ $25,000 და $50,000 თანხები იგივე რჩება საერთოდ, მაგრამ აქ იცვლება სავაჭრო კაპიტალი. მაგალითად აქ $25,000-ს მაგალითად 20,000 ბრიტანული პონდი გვჩება და აქ 35,000, როცა აქ იყო 50,000 და 25,000, ხომ? ამიტომ ესეც კიდევ დამატებით ჩვენ მოგება, როცა აკეთებ პრევატებს და უფრო ნაკლებ პროცენტის გაკეთება გადაგჭირდება იმისთვის, რომ შენი თანხა, შენი ინვესტიცია ამოიღო უკან და გააკეთო ესე ვთქვათ კომპაუნდი. ეს არის მეგობრებო ის სტრატეგია, რომელსაც მე ვიყენებ. ასევე რა თქმა უნდა, როცა გააკეთებ შენ payout-ებს, შენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი სავაჭრო კაპიტალი მიიღო, ანუ შეგიძლია დაიმატო აკაუნტები, შეიძლება იყოს $10,000-იანები, ან შეიძლება იყოს $25,000-იანები, ან $100,000-იანები, რა თქმა უნდა, განსხვავდება თუ რა ეტაპზე ხარ. შენ ასევე შეგიძლია გადაინაცვლო შემდეგ სხვა სავაჭრო პლატფორმებზე, როგორც არის Funded.pp, Funded.nix და ასე შემდეგ. მithumetes თუ ამ სტრატეგიას აკეთებ, შენ უკვე ფულზე აღარ მოგიწევს უწუნი, რომ აი ეს ძვირი ღირს და ეს ძვირი ღირს, პირიქით შენ უფრო ყურებას დაუწყებ ხარისხს, სად არის კარგი სავაჭრო პირობები, სად იხდიან თანხებს კარგად და ასე შემდეგ. ასე უნდა გადახედოთ Trustpilot-ის რევიუებს და ასე შემდეგ. თუ მოგეწონა ვიდეო და გინდა რომ კიდე ესეთი აპდეიტები ნახო, აუცილებლად გამოიწერე ვიდეო და აუცილებლად გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო იმისთვის რომ კიდევ ბევრი ესეთი კონტენტი გავაკეთო.